ანდროგენები მამაკაცის სასქესო ჰორმონებია, რომლებიც ქალის ორგანიზმით გამომუშავდება გარკვეული რაოდენობით და უდიდესი როლი აკისრიათ. ანდროგენების ნაწილი გარდაიქმნება ქალის სასქესო ჰორმონებად, ნაწილი კი ცირკულირებს სისხლში, როგორც თავისუფალი სახით, ასევე ცილასთან შეკავშირებული. ანდროგენების მომატება სისხლში ეწოდება ჰიპერანდროგენია, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს. მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ანოვულაცია და უშვილობა, როდესაც საკვერცხეში ფოლიკული არ მწიფდება ან მწიფდება, მაგრამ არ სკდება, რაც იწვევს უნაყოფობას. თვითნებითი აბორტების რიცხვის ზრდა, რომელიც ადრეულ ვადაზე ორსულობის შეწყვეტით მთავრდება. ჰირსუტიზმი, ქალისათვის უჩვეულ ადგილებზე თმიანობის განვითარება, მაგალითად სახეზე, გულმკერდზე, მუცელზე და წელის არეში. ალოპეცია, ანუ თმის ცვენა და სხვადასხვა ტიპის ჰიპერანდროგენული დერმატოპათიები, მაგალითად აკნე. მართვა და თერაპია, ორალური კონტრაცეპტივები და ანდროგენების ბლოკატორები. ინსულინ სენსიტიზატორები, ანუ პრეპარატები, რომლებიც ზრდიან უჯრედის მგრძნობელობას ინსულინის მიმართ და საგრძნობლად ამცირებენ ინსულინ რეზისტენტობას. საჭიროების შემთხვევაში განიხილება კოსმეტოლოგიური და დერმატოლოგიური პროცედურები აკნესა და ჰირსუტიზმის შესამცირებლად. დიაგნოსტიკისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს სწორად შეკრებილ ანამნეზს, კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევებს და განსაკუთრებით ჰორმონალურ კვლევებს, რომლებიც ტარდება გარკვეული მენსტრუალური ციკლის დღეებში, რის მიხედვითაც დაინიშნება შესაბამისი სწორი მკურნალობა.